მოგესალმებათ მთავარი საინფორმაციო გამოშვება. დღეს მთავარ ამბებს მე თამარ ლეკვეიშვილი მოგიყვებით. გამარჯობა. დღეს 2021 წლის 15 მაისია. შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი კვლავ შეხვდა ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლებს. თუმცა მოლაპარაკებებმა ისევ უშედეგოდ ჩაიარა. შვედი დიპლომატი კი მაინც იტოვებს იმედს და ფიქრობს, რომ მალე ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგება. მოგესალმებით. დღეს 2021 წლის 14 ოქტომბერია. საქართველოში დაბრუნებულმა კრისტიან დანიელსონმა კვლავ გამართა შეხვედრა ოპოზიციასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. თუმცა ისევ უშედეგოდ. შვედი დიპლომატი კი კვლავ არ კარგავს იმედს და ამბობს, რომ შემდეგ შეხვედრაზე აუცილებლად მიაღწევს სასურველ შედეგს. გამარჯობა. დღეს 2022 წლის 14 მაისია. მე-6-ით ჩამოსული კრისტიან დანიელსონი კვლავ შეხვდა ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლებს. მოლაპარაკებები დაძაბულ გარემოში გაიმართა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეკამათებას კრისტიან დანიელსონსა და ირაკლი კობახიძის შორის. სადმნახე სააკაშვილთან ერთად 7 ნოემბერს რეებს მიგონებ. ამ სიტყვებით მიმართა გაცხარებულმა დანიელსონმა პარტიის მდივანს ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით. 2023 წლის 12 მარტის საინფორმაციო გამოშვებას ვიწყებთ დღის მთავარი თემით. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. აცხადებს კრისტიან დანიელსონი პროკურატურის მიერ დანიშნულ გირაოზე. თუმცა ის მაინც გამოთქვამს იმედს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება უახლოეს მომავალში აუცილებლად შეთანხმდებიან. მოგესალმებათ 2024 წლის 14 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვება. ეთერს სამწუხარო ინფორმაციით ვიწყებთ. კრისტიან დანიელსონი შორაპნის მოსახლეობამ მალხაზის სამწადეში უგონოდ მთვრალი იპოვნა. ხელში მას მწვადის ცხიმით მოსწრილი 6 პუნქტიანი გეგმა ეჭირა. თუმცა ნასვამ მდგომარეობაშიც გამოთქვამდა ის იმედს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მალე შეთანხმდებიან. ეთერშია 2026 წლის 1 თებერვლის გამოშვება. ეთერს ვიწყებთ სასიხარულო ინფორმაციით. სახლის აშენების და ხის დარგვის შემდეგ დღეს პატარა ჟორა, ანუ გიორგი დანიელსონი დაიბადა. მთელი გუნდის სახელით ვულოცავთ ამ ბედნიერებას ბატონ დანიელსონს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საინფორმაციო გამოშვების სპონსორია დანიელსონების ღვინის მარანი. ცქრიალა ღვინო კრისტიანი. თქვენი სადღესასწაულო სუფრის განუყრელი მეგზური. გამარჯობა. დღეს 2030 წლის 5 სექტემბერია. მთავრობისა და ოპოზიციის მედიაციის პარალელურად დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დანიელსონების გვარის დალოცვა გაიმართა. ეს ნამდვილად კარგი ფაქტია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე დღის უკან სოფელ დანიელსონა ამტკარში მოსახლეობა ერთმანეთს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო მწარედ დაუპირისპირდა. მოგესალმებით. დღეს 2028 წლის 3 ივლისია. მრგვალ მაგიდაზე მოლაპარაკებების შემდეგ კრისტიან დანიელსონის საპატივცემულოდ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კონცერტი გამართა. თუმცა სასახლეში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მოკლე ჩართვის გამო ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული კონცერტი ჩაიშალა. 58 წლის გორჯესტანმა დენის გამანაწილებელში საწრუპი შეყო. კონცერტის ბოლოს დანიელსონმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და მალე შედგება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. გამარჯობა. ეთერშია 2041 წლის 7 აპრილის გამოშვება. ეთერს ვიწყებთ ყველაზე აქტუალური ამბით. ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ 22 წელია ესწრება შეხვედრებს და ვერაფერი გაიგო. ის აპირებს სარჩელის შეტანას სტრასბურგში. ხოლო საქმის პირობითი სახელია ვახო მეგრელიშვილი მთელი პლანეტის წინააღმდეგ. გამარჯობა. ვიწყებთ 2052 წლის 8 ივლისის საინფორმაციო გამოშვებას. ნამახვან ჰესის აშენებას ქუთათელ გაენეთელი მეუფე გერასიმე დანიელსონი აპროტესტებს. გილოცავთ 2301 წელს როგორც იქნა ქართული ოცნება და ოპოზიცია ერთმანეთში შეთანხმდნენ. სამწუხაროა, რომ ამ ისტორიულ მიღწევას შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი ვერ მოესწრო. დღეს მე ამით გემშვიდობებით, თქვენ კი არ გადართოთ ჩვენი ეთერის შემდეგ თქვენ გელით სერიალი დანიელსონების დიდებული საუკუნე. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.